დიანა მოგესალმები, მივესალმები მაყურებელს და მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისათვის, თქვენი ეთერისათვის. დიანა, ძალიან სწორი კითხვა არის და სწორი მიმართულებაა ჩვენის მხრიდან დასმული, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიცით, რომ კორუფციამ შეჭამა ეს ქვეყანა აბსოლუტურად და ჩვენი ვალდებულებაა, იმიტომ გვაქვს მანდატი ჩვენი მოქალაქეებისაგან მოცემული, რომ ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთოთ მათი უფლებების დასაცავად და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. უბრალოდ შეიძლება ითქვას დიანა, რომ აქ უკვე თვლით აღარ არის, წონით და კუბამეტრობით ჭრიან ფულს საქართველოს მოქალაქეების კისერზე და უკვე საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს მიწების პირდაპირ გეუბნები და ამასაც დავადასტურებ, ახლა რაზეც არის საუბარი და რაზეც საუბრობ, მიწების გაყიდვიდან გამომდინარე. დიანა, თქვენ იცით, რომ გაცხადდა უკვე, რომ თბილისში და ზოგადად საქართველოში, როგორც თბილისში, ისევე ბათუმში, გრწანისის ტყეპარკი გადაეცათ არაბებს, გრწანისის ტყეპარკზეა საუბარი, რომელიც არის და იყო დაცული ტერიტორია, რომელიც იყო ადრე ეკლესიის ბალანზე, მე ვარ იქ პირადად ნამყოფი, უნიკალურ ტყეპარკზეა საუბარი და გადაცეს ეს ტერიტორია მშენებლობებისათვის არაბებს, ისე რომ არც აუქციონი ჩატარებულა დიანა, არც გამჭვირვალობა, არც არა ეს სამართლებრივი სახე, მორალური ცალკეა, მაგრამ მე მინდა ბოლო დიდ ინვესტიციაზე, ეს ინვესტიცია არა, დიანა, ეს პირდაპირ გეუბნებით, ეს ინვესტიცია არა, დიანა, ეს არის კორუფციული ფაქტი პირდაპირ გეუბნებით და მე მინდა საქართველოს მოქალაქეებმა ახლა იცოდნენ და გაიგენ რაზეა საუბარი. საუბარი არის გრწანისის ტყეპარკზე, თბილისის ფილტვებზე, საქართველოს მიწაზე, რომელიც გადაცეს არაბებს, აი მეგობრებო, ეს არის გრწანისის ტყეპარკი და შედარებისათვის ზუსტი ტერიტორია არის ქალაქი მცხეთა. აი რო იცოდეთ, ქალაქი მცხეთის ტერიტორია გადაეცა არაბებს, რომ იქ გაიმართოს მშენებლობა და პარალელურად მინდა გითხრათ, საქართველოსთან საქართველოს მოქალაქეები დიანა გარბიან ქვეყანაში საქართველოს ქართველების გარეშე არის ამათი პირდაპირ ამ რუსული ოცნების და რუსული ხელისუფლების პირდაპირ მამოძრავებელი და დავალება ჩვენი ქვეყნიდან მოქალაქეები გარბიან პარალელურად ჩვენ გებულობთ რომ ჯერ გაურკვეველი ფული, გაურკვეველი ერთ დავასრულოთ. ანუ ამბობთ რომ უკანონოდ დაიწყებენ ეს ხო ნებართვები ტყეპარკში ეხლა დაცულ ტერიტორიას. დაცული ტერიტორია სტატუსი მოუხსნეს დიანა, დაცული ტერიტორია და გეუბნებიან რომ შენებლობა უნდა გახორციელდესო. მერე გეუბნებიან რომ არაბები ჩამოდიანო. მერე გეუბნებიან დიანა რომ ისა რა ქვია მილიონ 200 ეროვნებაზე აქ. ეროვნებაზე არც ვლაპარაკობ, რა მნიშვნელობა აქვს? ეროვნებაზე არც გამიცვია აქცენტი ეროვნებაზე და მუჰამედზე და იმაზე საუბრობს, რაც კატეგორიულად მიუღებელია ქსენოფობიურად ირაკლი კობახიძე. აქ ეროვნება რა შუაშია? თვითონ რაც ყოს იმას ვლაპარაკობ, ვინმე გაუსვა ხაზი? არც ერთ შემთხვევაში არ არის აქ საუბარი. აქ საუბარია საქართველოს მიწა-წყლის გაყიდვაზე, დიანა, რომელზეც არის საუბარი, რომ ანუ არ ვიცი ახლა წარმოუდგენელ რაღაცასანაა საქმე. თან გამჭვირვალე არა, თან კორუფციული თემა არის. ხო ხედავთ, აგერ ღარიბაშვილი, აგერ ინფრასტრუქტურის სამინისტროში მილიარდებზეა საუბარი. კორუფციის მორებში არიან ისე ამოხარშულები რომ თვითონაც ვერ გებულობენ. აი ვებრძვითო უკვე ანტიკორუფციულ კამპანიაზე ლაპარაკობენ. დიანა უკვე ებრძვიან ესენი კლანებს. ახლა უკვე საუბარი რაზეა? საქართველოს აქვს დაახლოებით 30% μονაწილეობა. არაბებსო 70% მონაწილეობაო. მოგებიდება ერთი შეიძლება დავასრულოთ თუ შეიძლება. უკვე რაზეა საუბარი? სად არის დაახლოებით მილიარდ 200 მილიონი შემოტანილი აქვს არაბებს? აუქციონი ჩატარდა? მაინტერესებს, აუქციონი ჩატარდა? ანუ ღია წესით იქნა მიმართეთ კონკრეტულ უწყებებს კითხვით. ერთი წუთი. მაგასაც დაკავშირებით გეუბნები, ზუსტად მაგასთან დაკავშირებით გეუბნები. სად არის ხელშეკრულება გაასაჯაროო? ბიჭო, საქართველოს მიწას ყიდიან. აი ამას ყიდიან, დიანა, უყურე, აი ამას. აი მცხეთის ხელა ტერიტორიას ყიდიან. ეს არის უნიკალური გრწანისის ტყეპარკი. საპატრიარქოს ტყეებს ეძახდნენ და ასე ბევრჯერა ძალიან ნამყოფი და უნიკალურია იქაურობა და რო შეადაროთ მცხეთის ტოლა ტერიტორიაა. ეს მარტო აქ. აიღეთ
აჭარაში რასაც აკეთებენ, ის ცალკი არის. გონიოს. გონიოს, დიახ, ის ცალკი არის. და რო შეადაროთ, ხო, წარმოუდგენელი რაღაცა ხდება. ხო და ამაზეა საუბარი. ერთი პროექტი არა, ხელშეკრულება არ არსებობს, თვითონ გითხეს ხელშეკრულება არ არსებობს, ხელშეკრულება გამოქვეყნებული არ არსებობს. ვის რატომ ყიდიან მიწას ის არ არსებობს. დიან, აი ამაზეა საუბარი. ეს არის უდიდესი კორუფცია, არ აინტერესებს. თავარია ფული მოჭრან, სანქციები ადებთ, ხო? ახლა მაქსიმალურად უკვე მიწების გაყიდვაზე გადავიდნენ. ქართული მიწის გაყიდვაზე გადავიდნენ, ხალხო. აი ამაზეა საუბარი, მეტი კი არაფერზე არაა საუბარი. უბრალოდ მინდა ასევე მივმართოს საპატრიარქოსაც ამ შემთხვევაში, რომ მე მახსოვს საპატრიარქოს უვლიდნენ ამ ტერიტორიას საპატრიარქო და მადლობა მათ ამისათვის, რომ იქ ძალიან მოვლილი იყო ეს ტერიტორია მახსოვს. მე მახსოვს მათი პოზიცია ამ შემთხვევაში, როდესაც კანაფის პლანტაციებთან დაკავშირებით კაფიო დააფიქსირეს პოზიცია და ამ რუსულმა უცნობა უკან დაიხია. ამ შემთხვევაში მინდა მიმართო, რომ საქართველოს მიწა იყიდება. არ ვიცით როგორ რა ვინ და მითხარით ხალხო ვინ არის საქართველოს მოქალაქე $5,000-დან $10,000-მდე კვადრატულში გადამხდელი. ერთი გამაგებიეთ ხალხო ვინ არის გადამხდელი მითხა არავინ. და ვის შეუძლია საშუალო სტატისტიკურ ქართველს, ხო? ისევე ვის შეუძლია კარგად ვიცით. აქა და ფარგლებს გარეთ, ხო? ამ ყოფაში, როდესაც სიკვდილიანობამ გაუსრო ახალ სიცოცხლეს. ასეთი შეზღუდვები ხომ არ არსებობს, რომ რაღაც მხოლოდ ქვეყნის შიგნით მაცხოვრებელმა იყიდოს რაღაც ეს არის ბიზნესი და ბიზნესი ეროვნულ ერთი წუთით რეგულირდება. ერთი წუთი აქ საუბარია პირველი, ზუსტად კარგი კითხვა არის. ჯერ დავსვათ კანონიერებასთან დაკავშირებით, სად არის ხელშეკრულება ამ შემთხვევაში? რატო არ ჩატარდა ტენდერი ამ შემთხვევაში? ან რა ქვია, აუქციონი? რატომ არ ჩატარდა? რატომ არ არის ხელშეკრულება თუ არ გინახავთ, არ არსებობს და დეტალები არ იცით. ერთი წუთი არ ჩატარებულა, ვითხოვთ გასაჯაროებას, გაასაჯარო, მოითხოვეთ, აი მითხარით. გაასაჯაროონ. მოითხოვეთ, გაასაჯაროონ. გაყიდვების ოფისი გახსნეს აგერ რუსთაველზე და რას ყიდიან, რაც არაა აშენებული. დიდი კორუფციული თემა არის, გამიგეთ ამასთან დაკავშირებით და ვინმეს გიკვირთ დიანა? ღარიბაშვილს, რომელზეც გვეუბნებიან, რომ 7 თუ 6 მილიონი დოლარი უბრალოდ სახლიდან ამოუღესო. კაცმა, რომელმაც იცოდა, რომ საფრთხე იყო შესაძლებელია და ასე შემდეგ, იმან 6 და 7 მილიონი არაფრად არ ჩათვალა, დიდი ალბათობით სახარჯო ფული იყო მისთვის. და პარალელურად საქართველოს მოქალაქეებისათვის ნაგვის ურნებში არიან თავით გადაყუდებულები და ბავშვები მშივრები დადიან სკოლაში. ეს ამათ არაფერში არ აინტერესებთ. აი აქ არის ეს უბედურება. იმის ნაცვლად დიანა რომ სოფლის მეურნეობას მიხედონ. მე დავდივარ ხშირად თელ საქართველოში, როგორც წინა საარჩევნოდ, ისედაც სოფლებს წაგიყვანთ, განახებთ, რომ ყვამლი არ ამოდის და შუქი არ ინთება. დაიკეტა საქართველოში სოფლები, დაიკეტა თავიდან ბოლომდე სოფლები, ხალხი გარბის, რაიონები ცარიელდება, დიანა უბედურება და აი კიდევ და კიდევ, აი ამას აკეთებენ, დიანა, აი ეს არის, რასაც თბილისის საკრებულოში გეკრება თუ არა შესაძლებლობა ამ თემაზე მეტი აქცენტი გააკეთოთ და ეს ლეგალური საშუალება იქნება. ეს რასაც არაბ ინვესტორებს აძლევენ რომ იცოდეთ, წანისის ტყეპარკი და ეს ცხეთა ანალოგიური თითქმის ზუსტი ცხეთის ქალაქის ტერიტორია. აი იცოდეთ აი ამას. ცხეთის მისანიშნებლად გინდათ რა ტიპის ტერიტორიაზე? დიახ, რა ტიპის ტერიტორია, ხო, ზუსტად ამაზეა. ტერიტორიაზე რა ტიპის ტერიტორია, თითქმის იდენტურია ზუსტად იმისა, რასაც ყიდიან, აი ზუსტად თითქმის იდენტურია, რაღაც კვადრატულმეტრებში შეიძლება იყოს პლუს მინუს ყოლობა, აი ამას ყიდიან და გაყიდეს არაბ ინვესტორებზე და აი ეს არის თქვენი პოლიტიკური ძალის ეხლა მთავარი თემაა, რაზეც აქცენტი გაქვთ. ეს არის ყველა ჩვენგან დაწერა ირაკლი კუპრაძე ბრიფინგი, ანუ ეს იქნება რაზეც ეს არ უნდა იყოს მარტო ჩვენი პოლიტიკური ძალის მთავარი თემა. ეს უნდა იყოს თქვენი მთავარი თემა. ეს უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეების მთავარი თემა და ეს არის გვირგვინი ერთ-ერთი სავარაუდო და ბევრი შეიძლება არ ვიცოდეთ. მაგრამ აქ რაზეა საუბარი? კაცო, ქართული მიწის გაყიდვაზეა. ისე რომ არავინ არაფერი არ იცის. გვამცნეს ასე, რომ გავყიდეთ ეს მიწაო. ტყე პარკშიო, პირდაპირ გეუბნებით ხალხო, სადაც თბილისის ფილტვებია, სადაც უნიკალური დაცული წითელწიგში შეტანილი ხეებია, იქ უნდა წავიდეს მშენებლობა, უზარმაზარი ცათამბჯენები უნდა აშენდესო გვეუბნებიან. მივეცით არაბებსო გვეუბნებიან. ეროვნებაზე ახ არაფერს ვაში არა ამ შემთხვევაში. თვითონ დღეს არაბებს მივეცითო ამ შემთხვევაში. ცხეთის ტოლა ტერიტორია კიდევ და კიდევ არ გავჩერდები. აი ეს გაყიდე ცხეთის ყველაზე მსხვილი ინვესტიცია შემოვიდაო, ასე იქნა ეს MR ჯგუფის. დიანა, თუ გაყიდი საქართველოს თავიდან ბოლომდე უფრო კიდევ მსხვილი და მსხვილი იქნება. ეროვნულ ინტერესებს რას უშვებით ხალხო? ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან რო გარბია იმას რას
უშვებით ხალხო? სოფლები რო დაიცარა, რას უშვებით? მიდით გაიარეთ, თქვენ მესმის რო იციდა ინვესტორი საჭიროა, ინვესტიცია საჭიროა, ინვესტიცია დაბალი ინვესტორი საჭიროა და ამაზე მუდმივად არის აქცენტი. ინვესტიციები აუცილებელია. თქვენი პარტია ეხლა მაინც იმ ტიპის ლიდერების პარტია, რომელსაც აქვს ეს მემარჯვენე და მათ შორის მე რა მეც და მე რა ინვესტიცია უნდა იყოს ქვეყანაში შემოტანილი. მაგრამ ინვესტიცია იმას კი არ ნიშნავს ქვეყანა გაყიდო, კაცო. ეროვნული ინტერესები დააზიანო, ამას კი არ ნიშნავს ინვესტიცია. აი ეს კი არ არის ინვესტიცია. ინვესტიცია არის ქვეყნისთვის უნდა იყოს. სამუშაო ადგილები უნდა იქმნებოდეს. არ შეიქმნება მათ სამუშაო ადგილები. დიანა, ერთი წუთი მარტივი რაღაცა მინდა ვთქვა, როდესაც უკვე ბალანს შეხედეთ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან. საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან და ცხეთის ტოლა ტერიტორიას შენ ხიდი რო ქალაქი აშენდეს. მითხარით, ერთი საკრებულოში შესაძლებლობა 5 და 10000 დოლარი გადაიხადოს კვადრატურში. თქვენ ხართ წარმოდგენილი საკრებულოში, სადაც იქნება ის ადგილია, სადაც იქნება ამაზე მსჯელობა, ასევე კორუფციის ფაქტების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვთ. რა ტიპის ფაქტების ქალაქ კონკრეტული რაიონების დონეზე ყველგან მუნიციპალიტეტში. ყველა მუნიციპალიტეტში ეჭამა კორუფციამ ეს ქვეყანა. ყველა გამოხრეს, უპირდაპირ გეუბნებით, გამოხრეს ეს ქვეყანა თავიდან ბოლომდე და თუ არ ეშინიათ, ხო? შექმნან პირდაპირ გეუბნები და მივიღოთ მონაწილეობა, მოვიწიოთ და თუნდაც დამოუკიდებელი აუდიტი. აი პირდაპირ მოვიწიოთ დამოუკიდებელი აუდიტი, საერთაშორისო ცნობილი დამოუკიდებელი აუდიტი, ვისაც ენდობიან და ენდობა, თემსულ მოვიწიოთ შევამოწმე. აი თბილისის მერიაში მოვიწიოთ დამოუკიდებელი აუდიტი. წარმოუდგენელი რაღაც მოხდება. ამას არ გააკეთებენ უბრალოდ. ქალაქები, რაიონები, ქვეყანა დაწყებული ქვედა დონიდან ყველა დონეზე კორუფციაა. დიანა, რაზეა საუბარი? ღარიბაშვილი რამდენი წელი იყო პრემიერ-მინისტრი, ორჯერ პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი. დიანა, წარმოიდგინეთ, მთელი 80% მე მგონი სულ მთავრობაში იყო და გვეუბნებიან, რომ მილიონებიო სახში ჩხრეკესას ამოუღეთო, კაცო. თვითონ არაფერი, ვინ დანიშნა ეს ღარიბაშვილი? ვინ წარადგინა? სად არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა? სად არის პარლამენტის პასუხისმგებლობა? მაკონტროლებელი ხო უნდა იყოს? სად არის რაჟდენი? ახლა პასუხისმგებლობა უნდა იყოს? გადამდგარი მაინც არ უნდა იყოს, რა ქვია იმას, კაცო, რაჟდენი რა გვარია? კუპრაშვილი. ხო? რაჟდენი არ უნდა იყოს ახლა გადამდგარი მაინც. აი წარმოგიდგენია და 1-5 თვის უკან გიმტკიცებდა რომ შევამოწმო ყველაფერი კარგად არის. მაგრამ რა ხდება, ეს კორუფციას ამბზოლა კი არ არის. აქ არის კლანებს შორის დაპირისპირება. ნადავლის, საქართველოს მოქალაქეებიდან ნადავლის გაყოფაზე არის ბრძოლა. სხვა მეტი აქ არაფერი არ არის. თორე თქვენი ეთერით, აგერ ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტიკით, რა ვიცი, ყოველ თვეში ერთხელ მინიმუმ კორუფციის გამოძიებული ფაქტებიიდო, რომელზეც ახლა ბრალი წაუყენეს ღარიბაშვილს. ბიჭო, არ იცოდნენ ეს თუ რა, ვერავინ ვერ იტყვის. საჯაროდ გასული ინფორმაცია გამოძიების დაწყების საფუძველია. მადლობა ლევ. აი ამაზე არის საუბარი. მადლობა, მაგრამ მინდოდა ასევე მეკითხა პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებაზე, კი გვაქვს ცოტა დრო გადაწყვეტილებაზე. თქვენ როგორ უყურებთ, რამდენიმე ადამიანის მხრიდან გამოითქვა ეს მოსაზრება, მათ შორის ჩვენ სტუდიაში, რომ შესაძლოა ეს საბოლოო ვერდიქტს ლელო აცდეს, ის უბრალოდ რაღაცნაირად ხელისუფლების მხრიდან ტრიუკია გარკვეულწილად მისი შეყვანა ამ ჩამონათვალში. შევიდე, დიანა, ლელო არის ნომერ პირველი სამიზნე. ლელო შეიქმნა ორპლუსიანობის გასაწევად, ლელო მოახერხა ეს ყველაფერი და ივანიშვილისთვის, ამ რუსული რეჟიმისთვის, ლელო და მისი გუნდი, მისი 100,000 ხარდაჭერი არის მისი ნომერ პირველი სამიზნე. საერთოდ კანონთან და სამართალთან არაფერი შეხება არ აქვს დიანა ამ ყველაფერს რო იცოდეთ. მაგრამ თუ გაქვთ ერთი წუთი გააქვთ. ერთი წუთი. აი, ვინ გვაუქმებს? ნაციონალების ყოფილი დეპუტატი, ახლა პორტირებული. კი, ამ სხვა ეთერებშიც ვანახეთ, სულ მინდა, იმიტომ რომ ხალხმა უნდა იცოდეს. ანზორ ბოლქვაძე გვაუქმებს, მე და ჩემ პარტიას. მიმართა. კი, ანზორ ბოლქვაძე მიმართა გაუქმებისთვის. აი ეს უცბად გეტყვით, გოჩა ენუქიძე პორტირებული ნაციონალებში იყო, გადმოპორტირდა ოცნებაში და ახლა ჩვენ გვეუბნება გაუქმდითო. მაშინ ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით. 7 ნოემბერი გემახსოვრება და კახაკალაძე და ოცნების მხარდამჭერი და ასე შემდეგ, ხო? აი ეს ადამიანი ითხოვს ახლა ჩვენ გაუქმებას. აგერ ადეიშვილის მოადგილე, ახლანდელი განათლების მინისტრი. ადეიშვილის მოადგილე იყო ეს ადამიანი. ეს ადამიანი ითხოვს ჩვენს გაუქმებას. ეს პორტირებულები ამ შემთხვევაში, ეს იყო ადეიშვილის მოადგილე და აი აგერ შარმანაშვილი. აი ეს ადამიანი
საკონსტიტუციო კომისია რო შეიქმნა, ხო გახსოვდა საპრეზიდენტოზე აშ რო უკრავდა ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირი მოადგილე იყო ნაცების დროს, მე მინისტრი იყო ოცნებაში და ახლა არის ეროვნულ ბანკში. ვოლსკიც ბატონი. ნუ არ მგონია რომ ეხა თურნავა გაუქმებდეთ, მაგრამ არა, გაუქმებდეთ მის პოლიტიკური გუნდია. ბატონო, ვოლსკი მინისტრი იყო თუ არა, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, პოლიტიკური თანამდებობის. ეხლაც არის ბოდიშარია. რამდენი არის ბევრია ძალიან. აი აგერ კიდე ეს ქალბატონი სულ მინისტრის მოადგილეა, კაცო, სულ პოლიტიკური თანამდებობის პირია, ქალბატონი ენუქიძე. მაშინაც ახლაც ითხოვს გაუქმებას ნაციონალების შემომწირველი და ვის თხოვენ, იცი დიანა? ვის თხოვენ, იცი? ადეიშვილის მოადგილე და გენერალური პროკურორის მოადგილე იყო ეს ადამიანი, ხა ვისაც თხოვენ? ესენი ითხოვენ, ესენი ითხოვენ. რო იცოდე და თხოვენ ვის აი საკონსტიტუციო სასამართლოში არა ეს ციკლაურია ჯარჯი ეს ბევრი მაქვს წამოღებული თხოვენ მოსამართლეს ამ შემთხვევაში რომელიც არის როინიშვილი და რომელიც იყო საკონსტიტუციო რომელიც ახლა არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ამ შემთხვევაში და რომელიც იყო საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ეს ციხეებზე ჯარჯი ციკლაური არ გამოგჩეს მაინც ციხეებზე ზედამხედველი პროკურორი იყო ახლა დაწინაურებული ციხეებში მადლობა ლევან სამუშიას რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში